თბილისის ზოოპარკს 3 ახალი ბინადარი ყავს. 13 ივნისის ტრაგედიის შემდეგ პირველად თბილისის ზოოპარკში 3 ლომის ბოკვერი გაჩნდა. ისინი წყალდიდობის დროს დაღუპულ შუმბას დაძმები არიან. 13 ივნისის წყალდიდობის შემდეგ თბილისის ზოოპარკში პირველად დაიბადნენ ლომები. თეთრი ლომის 3 ბოკვერი წყალდიდობის დროს დაღუპული შუმბას დაძმები არიან. თეთრი ლომების სამეულისა და კლეოპატრას ოჯახს 3 ბოკვერი რამდენიმე დღის წინ შეემატა. კარგად გრძნობენ თავს დედას და ბოკვერებიც, უფროსი დები და მამა ძალიან ინტერესდებიან, ჯერ იზოლირებულები არიან, როგორც დამთვალიერებლებისაგან, ისე სხვა ლომებისაგანაც. გარკვეული პერიოდის შემდეგ, როდესაც თავისუფლად აისყრებენ გადაადგილებას, შემდეგ უკვე მათ შევახვედრებთ ჯერ მამას, მერე უფროს დებს. ახალშობილი ბოკვერები, რომლის არც სქესი იციან ჯერ და არც სახელები დაურქმევიათ, სპეციალურად მათთვის მოწყობილ ოთახში ბინადრობენ. თავს კარგად გრძნობენ და მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებიან. ზოოპარკის დირექტორის ზურაბ გურიელიძის თქმით, კლეოპატრა გამოცდილი დედაა და პატარების აღზრდას თავს აუცილებლად კარგად გაართმევს. თეთრი ლომი მე-20 საუკუნის 60-იან წლებში აღმოაჩინეს, მანამდე კი მის შესახებ მხოლოდ ლეგენდები დადიოდა. ეს ლომების ოჯახის ყველაზე მცირერიცხოვანი სახეობაა, რომელიც წითელ წიგნშია შეტანილი. სწორედ ამიტომ ზოოპარკის პირობებში მისი გამრავლება უმნიშვნელოვანეს მოვლენად ითვლება. ძალიან ბევრი კამათი არსებობს მეცნიერებში ამ ფორმის მიმართ, ზოგი ამტკიცებს, რომ ცალკეულ სახეობა შეიძლება იყოს, ზოგი ამტკიცებს, რომ უბრალოდ ფორმაა. მიუხედავად ამისა, არსებობს ძალიან ბევრი კონსერვაციული ორგანიზაციები დღეისათვის ზრუნავენ მათ აღდგენაზე. არსებობს კიდევ სამხრეთ აფრიკაში ესეთი White Lion Foundation, ანუ თეთრი ლომების ფონდი, რომლებიც ცდილობს ამ სახეობის აღდგენას, ასე რომ საკმაოდ მნიშვნელოვანი შენაძენი არის ჩვენთვის. ამჟამად თეთრი ლომის 3 ბოკვერი დახურულ ვოლიერში იმყოფება, თუმცა მალე ყველა შეძლებს მათ მონახულებას. დედას შვილებთან ერთად ორ კვირაში გაცილებით დიდ და ახალ ვოლიერში გადაიყვანენ.